დარბაზი, რომელიც უამრავ მაყურებელს იტევს, დღეს ცარიელია. შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. დღეს აქ სპექტაკლის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. პოლიკარპე კაკაბაძის გახმაურებული პიესა „ყვარყვარე თუთაბერი“ ზუგდიდში პირველად სოსონ ემსაძის რეჟისორობით იდგმება. ეს არის პოლიკარპე კაკაბაძის პიესა „ყვარყვარე თუთაბერი“. ყველასთვის ნაცნობი თემა არის. ამ პიესამ გაუძლო წლებს, თითქმის საუკუნემდე მიდის უკვე. და კლასიკა იმით არის გამორჩეული, რომ ის ყველა ეპოქაში, ყველა დროისთვის არის პრობლემური. ტრადიციებს არ ღალატობს ჩვენი დრამატული თეატრი და ზუგდიდის მაყურებელს სთავაზობს 23-ში და 24-ში პრემიერას „ყვარყვარე თუთაბერს“ და სამომავლოდაც საახალწლოდ იგეგმება უამრავი სიურპრიზი და განსაკუთრებით სიურპრიზი მზადდება საახალწლოდ ბავშვებისთვის. ლიტერატურული ნაწილი დამუშავებულია. მსახიობებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჩამოყალიბებული აქვთ. სპექტაკლის მთავარი გმირი ყვარყვარე თუთაბერი, რომელიც ახალბედა მსახიობია, ამბობს, რომ მისთვის ზუგდიდელ კოლეგებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. მთავარ როლს თამაშობ ყვარყვარეს. არ ვიცი რამდენად გამომივა ჯერ ხალხი როგორ მიიღებს, მაგრამ რა ვიცი. ალბათ იმედია, კარგად ჩამთავრდება ყველაფერი. ხო, რაც შეეხება იმას ამ მსახიობებთან ურთიერთობას, ძალიან კარგი იყო, ძალიან საინტერესოა. და რა ვიცი, ალბათ მომავალშიც ვიქნებით ერთად. გროტექსტურ ჟანრში გადაწყვეტილი სპექტაკლის ყურება, რომელიც მოდერნიზებული ვარიანტია „ყვარყვარე თუთაბერის“ ხვალ 19 საათზე შალვა დადიანის თეატრში ზუგდიდელი მაყურებლებისთვის იქნება შესაძლებელი.